ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტისას დაკავებული მერაბ სარალიძის, თენგო გველესიანის, არჩილ ჭუმბურიძის და გიორგი ნეფარიძის პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ შემაჯამებელი სიტყვა თქვა. ადვოკატთა გამოსვლები 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგადაც სასამართლოს პატიმრების პოზიციებიც უნდა მოესმინა, თუმცა მოსამართლედ ამ ნაწილისათვის მორიგის სხდომა 29 დეკემბერს ჩანიშნა. ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 29 აპრილს დააკავეს პროკურატურამ შუქუთის მაღაზიის დირექტორს და გველესიანს 4-დან 6 წლამდე, ხოლო სარალიძეს და ნეფარიძეს თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროტესტის მონაწილეების თქმით 28 აპრილს მაღაროს დირექტორმა დემონსტრანტებს ნახირი უწოდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მაღაროელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე პროცესებზე. უფალს უყარვართ, უფალი არ გავწირავს, მხოლოდ მაგიზინებით ვართ, თორე დანარჩენად სრულიად ანულირებული ვართ, ჭამენ, ანგრევენ ქალაქს და ამ ქალაქისთვის არც ეკოლოგიის სამსახური არსებობს, არც ინსპექცია არსებობს, არც ასე რომ ვთქვათ, შრომის ინსპექცია არსებობს და არანაირი ქალაქია მთლიანად კრიმინალში, კორუფციაში გახვეული და პატრონი არ ყავს ქალაქს, რომ ვინმე ზემოდან ცენტრალური ხელისუფლებიდან მოიკითხოს ადგილობრივი ამბები, ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ბრალდებულები არიან და ჯერჯერობით არანაირი მისჯა და ვერც იჭერენ და არც უშვებენ, წინასწარ გამოუტანა განაჩენი პრემიერმა, რომელსაც ზუსტად იმ პალატა მოდებაზე, რომელმაც ბიჭები დაიჭირა, საქონელი და გამყიდველი უწოდა ჩვენს პრემიერს. არ კითხულობენ სამართალს, არ კითხულობენ მორალს, არ კითხულობენ მდგომარეობას, ვართ სრულიად ანულირებული ყველა სტრუქტურისგან. 5 მარტის მონაცემებით ვიყავით 3620 დასაქმებული. კომპანიამ რეორგანიზაციის შედეგად მოახერხა ის, რომ მხოლოდ 1620 დასაქმებული ყავს ახლა კომპანია CMC Groups, ჯორჯიან მანგანეზის შვილობილი კომპანია ყოფილა თურმე, ახალი გამოჩეკილია. და აი 1600 ადამიანი აკეთებს ზუსტად იმდენ საქმეს და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტსაც, რასაც აკეთებდა 3620 დასაქმებული. წევან ჩემმა მეგობარმა ახსენა, რომ შრომის ინსპექცია და ყველაფერი თუ კი რამე დარღვევა შეიძლება იყო ამ ქალაქში და ამ საწარმოში, თუმცა ყველა არის გაჩუმებული და ეს გაჩუმება მიუთითებს ერთ რამეს, როგორც სპეციალური მმართველია სახელმწიფოსი ჩართული ამ საქმეში, ასევე არის მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები, რომლებიც შავ ჯიბეთ იყენებენ ამ კომპანიას და ამ კომპანიის შესაძლებლობებს თავისი საარჩევნო დაფინანსებისთვის და ასე შემდეგ. ეს ფაქტები რეალობაა, თუ რამდენით აფინანსებენ კომპანიის დირექტორები არჩევნების წინ ქართულ ოცნებას და ამიტომ არის მუშა კაცის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე ხდება მათი ესეთი კომფორტული ცხოვრება. ამიტომ ჭიათურა არის დღეს ფინანსურად ყველანაირი გაგებით ძალიან კრიტიკულ ზღვარზე იკეტება. მაღაზიები, რომლებიც რაღაც შემოსავალს აგროვებდნენ დასაქმებულების ხელფასებიდან გამომდინარე, აღარანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ ადამიანმა იქ იცხოვროს ჩვენის ჩათვლით, მაგრამ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. ამ სამართლიანობისთვის გავაკეთებთ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობების. უკვე 300 დღეა კარავში ცხოვრობ, რამდენიც არ უნდა დაჭირდეს სამართლიანობის აღდგენას, იქ ვიქნებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. ასეთი უსამართლობა არ შეიძლება. არ შეიძლება მშრომელი ადამიანი ეგრე დაჩაგრო და ეგრე მიუდგე. კუთვნილი ხელფასი დღემდე კომპანიას არა უნაზღაურებია ჩვენი კუთვნილი ხელფასი 60% 2 თვის, რომელიც გვეკუთვნის და ბატონმა სოცკი მე პირადად ვესწრებოდი ამ შეხვედრას, როცა გამოგვიცხადა, რომ გეკუთვნით, მაგრამ არ მოგცემთ, ანუ რას ნიშნავს? ეს არის სრული უსამართლობა და ყველას მიმართავ, რომ ვისაც კი ხელს გეწიფებათ ამ ადამიანის უსამართლო და უნამუსო საქციელი აღკვეთეთ, თორე ასე არ დამთავრდება ეს ყველაფერი, უფალი ზემოდან იყურება და ყველას გაცემს ადეკვატურ პასუხს, ადრე თუ გვიან და ეს გვიან შორს აღარ არის, ეს 2026 წელი იქნება მაგის დასასრული. სოლიდარობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა მოძრაობისა და პროტესტის მონაწილეები. ადგილზე იმყოფებოდა ვარლამ გოლეთიანი. ვეღარ ვგებულობ საზოგადოება რამდენად ადეკვატურად აღიქვამს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ საერთოდ. ყველა ერთად, ანუ აქ არ არის საუბარი ამ დაჭერილ ხალხზე მხოლოდ, ხო? ამიტომ პირველ რიგში იმწუხილი თუ არა აქ ეხლა დღეს, რომ
ვიცი, მინდა რომ ვისაც შევხვდები, პრინციპში ეს უთხრა პირველი რომ ეს რაც ხდება, რას ფიქრობ, ნორმალურია? ანუ ეს კითხვა მებადება ყველას მიმართ. იმდენად დანაწევრებული არის საერთოდ ჩვენი საზოგადოება და უბრალოდ ერთმანეთის დაჭმაზია მხარეები გადასული, რომ ჩაკარგულია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც განაპირობებს ჩვენ ხვალინდელ დღეს სინამდვილეში და ხვალ რომ ვიღაც იგივე იმ განსაჯელის სკამზე აღმოჩნდება, დიდი ხანია ვიძახით ამას, რომ არავინ გამოსაჩლებელი არ ეყოლებოდა ხმის ამომღები და უკვე მივედით პრაქტიკულად მაგ ეტაპზე ვართ, რომ პრაქტიკულად რაღაც წარმოუდგენელი უსამართლობა ხდება ამ მოცემულობით და ამაზე უბრალოდ რეაქცია არის 50 ადამიანის სასამართლოს შენობაში. გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს ასეთ ვითარებაში. ადგილობრივი ჭიათურელიც, საჩხერელიც თუ განსაკუთრებით იმ რეგიონიდან და მე დანარჩენი საქართველოდანაც ყველა. ანუ როდესაც ესეთი რამ ხდება, თუ ერთმანეთს ამაში სოლიდარობას არ გამოუცხადებთ და სოლიდარობაც შეიძლება ვის როგორ ესმის ეს სიტყვა არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ გვერდზე არ დაუდგები ადამიანს, რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავს სისტემა დღეს, შენ რა მოგელის მაშინ ხვალ, ესეც უნდა მაგრამ ვიღაცებს უბრალოდ გონიათ რომ ეს მას არ შეეხება, იმიტომ რომ დალაგებულია სისტემასთან, თვითონ იმ ორი კაპიკისთვის ყოველდღიურად გადის სახლიდან და რაღაცას აკეთებს და ეხლა არ შეიწუხებს ზედმეტად თავს არაფრის გამო რა. როგორც ჩანს ესეა. თვითონმა იყოფმა ხო იცის რაც ხდება, ხო? ის რომ ის მადანი ვიღაცას არ ხმარდება თუ სადაც გადის და რა გამჭირვალობითაც პროცესი იმართება, საერთოდ ჭიათურაში დაანგრეული, მიწასთან გასწორებული, მიწაში ჩავარდნილი სახლები, უბრალოდ ეს რომ შევიარაღებელი თვალით გადახედო, ყველაფერი ცხადია. აი ამას რა ახსნა ჭირდება, საერთოდ ჩემამდე არ დადის, მაგრამ უბრალოდ აი ესეც საბოლოო ჯამში ამ ინერტულობამდე მივდივართ, რომ უბრალოდ ყველა რაღაცას მიეჩვია. ვიძახეთ ის, რომ თითქოს ტერორი არ არის დღეს, შიში არ არის და წინა ხელისუფლებასთან პარალელები სულ ამ მიმართულებით, რომ ვიღაცა მაშინ გვატერორებდა და დღეს აღარ გვატერორებენ და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ, სინამდვილეში ტერორის გამო ვერიგებს ვერავინ ხმას, ხო? აი ხა კარგად რო ჩაკითხო, ტერორის გამო არ ლაპარაკობს არავინ. მაგას გეტყვის, რომ სკოლიდან გავომიშვებენ, ბაღიდან გავომიშვებენ, სოციალურს მომიხსნიან, რაღაცა იქნება, ეს იქნება. ეს ტერორი არ არის? ანუ ამიტომ რომ შენ 9 წელი რო შენ თანამშრომელს ერთად რომ მუშაობთ, მაგალითად ან ერთად ცხოვრობთ, შენი მეზობელია, უსამართლოდ ციხეში სვამენ. ამის გამო რომ ხმას არიგებ, ეს ტერორი არ არის? ანუ სხვა რა არის ტერორი? უბრალოდ რადგან შენ არ შემოგაკითხა დღეს, ესე იგი ვიღაცამ სახში და წიხლით არ გამოგაგდო იქედან, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგათაა და დღეს მშვიდობაა და ესეთ მშვიდობას მე არ უსურვებდი არავის პირადად. უბრალოდ სანამ ამ საკითხებს ესე შევაპირისპირებთ ზედაპირულად ერთმანეთთან, როგორც ახლა დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, ხო? ეს მშვიდობის, ომის და რაღაც ეს საკითხები. მანამ ვიქნებით აი ამ მდგომარეობაში, რაშიც ვართ. ვიღაცები ყოველთვის იქნებიან კმაყოფილი, საბჭოთა კავშირის დროსაც კმაყოფილი იყო ვიღაც, ვინც იპარავდა და სხვა დროსაც, ხო? სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს კმაყოფილი ხალხი მოიძებნება ყოველთვის ამა თუ იმ ტირანის მისამართითაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ სამართლიანობაა დამყარებული. ჭიათურის მაღაროელთა მასშტაბური პროტესტი 2025 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. პროტესტის მიზეზი გახდა მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის ჯორჯიან მანგანეზის ჯგუფში შემავალი ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის გადაწყვეტილება შეეჩერებინა მიწისქვეშა მოპოვება, რაც ასობით მაღაროელის შემოსავლის დაკარგვასა და სოციალური კრიზისის გაღრმავებას გამოიწვევდა. პროტესტმა სხვადასხვა ფორმა მიიღო. აქციები ჭიათურაში, მსვლელობები თბილისში. რამდენიმე მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმად შიმშილობა აირჩია, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერიოდულად მძიმდებოდა. მაღაროელები თავიდანვე ითხოვდნენ ხელფასების გაცემას, სამუშაო ადგილების შეჩუნებასა და სახელმწიფოს უფრო აქტიურ ჩართულობას. ამ ეტაპზე ვითარება ნაწილობრივ შეცვლილია. კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებების შემდეგ პროცესში ჩაერთო მიხეილ სოცკი. დაიწყო რეორგანიზაცია და სამუშაოები ნაწილობრივ განახლდა, თუმცა მიწისქვეშა მოპოვება სრულად არ აღდგენილა. მაღაროელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უმუშევარია. ამ ეტაპზე პროტესტი კვლავ გრძელდება. მაღაროელები კვლავ ითხოვენ ხელისუფლების პირდაპირ ჩარევას და პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას. მათი განცხადებით არსებული მდგომარეობა აღარ არის მხოლოდ შრომითი დავა და ის სოციალურ და ჰუმანიტარულ კრიზისად იქცა, რომელიც მთელი რეგიონის მომავალს ეხება. ვისაც კი ძალაუფლება გააჩნია, არ აქვს სურვილი იმისა, რომ ჭიათურას უშველოს. ყველას ცდილობს, რომ თავის ჯიბეს და თავის ოჯახს უშველოს.
მინდა ასევე ვისარგებლო დრო თქვენი ეთერით და იმ ადამიანებს, ვინც როგორც ჩვენი 4 უდანაშაულოდ დაკავებული მაღაროელი იმყოფება ციხეში, ვინც ესე იმყოფებიან უსამართლოდ ციხეში, უსურო სოლიდარობა და მალე იზეიმოს სამართალი ყველა ქართველის გულში და საქართველოში.